მართლმადიდებლობის ზეიმია კვირას და ზოგადად ყველა ქრისტიანისთვის მართლმადიდებლებისთვის, თუმცა საქართველოს ეკლესიისთვის განსაკუთრებული დღეა, ვინაიდან როგორც იცით 1990 წლის 4 მარტს, მაშინ სწორედ 4 მარტს დაემთხვა მართლმადიდებლობის ზეიმი, მოხდა აღიარება ცნობა უძველესი საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის აღიარების ავტოკეფალიისა და სწორედ ამ თემაზე გვყავს ჩვენ სტუმარი, შემოგვიერთდა ისტორიკოსი ქალბატონი ქეთევან პავლეაშვილი, ქალბატონი ქეთევან დილომშვიდობისა და მადლობას გიხდით. წინასწარ გელოცავთ მართლმადიდებლობის ზეიმს, გელოცავთ იმ მოვლენას, რადგან ჩვენ გვინდა ვისაუბროთ და აი პირდაპირ ამით დავიწყებ, რატომ არის მოვლენა გასაგები რო გახდეს კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცებს ვეგუებით ხოლმე ადამიანები. მაგალითად ახალგაზრდებისთვის ან უკვე ამ ეპოქაში დაბადებული ადამიანებისთვის ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ რომ გაჩნდნენ უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, გაჩნდნენ ეკლესიას, რომელსაც ავტოკეფალია, მაგრამ რა ბრძოლა უძღოდა ამას, რა შრომა უძღოდა და რისთვის იყო ის შრომა საჭირო? ამაზე ვისაუბროთ, რა მნიშვნელობა აქვს ავტოკეფალიას და რატომ იყო საჭირო ის მისი უწმინდესობის წინამძღოლობით და საერო და საეკლესიო პირების დიდი შრომით და ძალისხმევით, რომ მომხდარიყო ეს ცნობა და აღიარება. მოგესალმებით დილამშვიდობისა თქვენ და თქვენს მაყურებლებს სრულიად საქართველოს. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა არის ეს. მართალია ამაზე საუბარს საკმაოდ დიდი დრო უნდა, მაგრამ მე შევეცდები რომ მოკლედ და გასაგებად გადმოვცე. საერთოდ ზოგადად რელიგიას და განსაკუთრებით ქრისტიანობას ყოველთვის ჰქონდა სახელმწიფოებრიობის არსებობაში უმნიშვნელოვანესი დატვირთვა. მით უფრო თუ ეროვნულ სახელმწიფოებრიობაზე იყო საუბარი. ყველა ქვეყანა, ყველა ისინი, რომელთაც მიიღეს ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად, მათთვის იდეოლოგიის ბურჯი და საყრდენი იყო ეკლესია. ამ მხრივ საქართველოს გამონაკლისი ნამდვილად არ ყოფილა, იმიტომ რომ თუ სადმე რომელიმე ქვეყანაში, რომელიც ქრისტიანია, მის ეკლესიას ჰქონდა უდიდესი დატვირთვა ეროვნულობაში, მენტალობის შენარჩუნებაში, სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაში, თვითონ სახელმწიფოს მშენებლობაში და სახელმწიფოს დაცვაში გარეთ ძალისაგან, ამას დიდებულად ასრულებდა საქართველოს ეკლესია. ძნელად მოიძებნება მსოფლიოში ისეთი ეკლესია, როგორიც საქართველოა ამ მიმართულებით მუშაობაში. საერთოდ საქართველოს ეკლესიას, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანას, დაალხინებული ცხოვრება არ ქონია. ალბათ ზედიზედ რამდენიმე წელი შეიძლება ვთქვათ, როდესაც საქართველო იყო დამოუკიდებელი. დამოუკიდებელ საქართველოს იდეოლოგიური ღერძი, ბურჯი იყო საქართველოს ეკლესია. გარეთ ძალები ყოველთვის დაინტერესებულნი იყვნენ დიდი იმპერიები საქართველოსთი, როგორც ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყანები. და მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რა ფუნქცია ჰქონდა ჩვენს ეკლესიას სახელმწიფოსთვის. ამიტომ დარტყმის ობიექტი თავდასხმამდე იყო საქართველოს ეკლესია. შეიძლება რაღაცა გასაკვირიც იყოს თითქოს, მაგრამ ისე წარიმართა ჩვენი ქვეყნის ცხოვრება, რომ საქართველოს ეკლესია არც ერთ დამპყრობელმა არ გაუქმა ავტოკეფალია. მართალია ებრძოდნენ ეკლესიას შიდარღვევისთვის, მაგალითად ირანი, როდესაც იქ შეიქმნა ქრისტიანული ეკლესია, არაკანონიკური, არასწორი, მაგრამ შეიქმნა ცდილობა ასეთივე ეკლესია ყოფილიყო საქართველოს ეკლესიაში და ებრძოდა. ეს მიმდინარეობდა მე-4 საუკუნის მიწურულიდან ვიდრე არაბების გამოჩენამდე და საქართველოს ეკლესიამ შეინარჩუნა ეს ეროვნული ბურჯის ფუნქცია სახელმწიფოსთვის. ამიტომაც გადარჩა ჩვენი ქვეყანა. არ გახდა მაგალითად სომხურ გრიგორიანული ან სპარსული, ხო, იქ მანიქეველობა ჩნდება და ასე შემდეგ. თვითონ ჩვენმა ეკლესიამ
ავტოკეფალისთვის ბრძოლის რამოდენიმე ეტაპი გამლო. პირველი ეს იყო მოპოვება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის, რომელიც მოდის ვახტანგ გორგასალის სახელზე. ვახტანგ გორგასალი ჩვენი უწმინდესი ხშირად ახსენებს ხოლმე მას და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და რატომ? ეს იყო საერთაშორისო მასშტაბით მოაზროვნე პიროვნება, რომელიც უყურებდა, რადგან ჩვენ ყოველთვის ორიენტაცია დასავლეთისკენ მქონდა, ის უყურებდა ბიზანტიაში განვითარებულ მოვლენებს. ის ხედავდა, როგორ ხდებოდა პირველი ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიების, რომელიც მოციქულებმა დააარსეს, მათი კონცენტრაცია და ერთ დიდ ეკლესია ჩამოყალიბება, როგორიც იყო კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, ალექსანდრიის ასე შემდეგ. და დაიწყო მეცადინეობა იმისთვის, რომ ქართულ ეკლესიას მოეპოვებინა დამოუკიდებლობა. ახლა საქმე იმაშია, რომ ყველა დანარჩენი ეკლესიები, რომელიც ავტოკეფალური იყო მოციქულთა კანონების თანახმად, მხოლოდ მაშინ ჯერ მოციქულთა კანონები იყო, ისინი შთანთქეს, გადაყლაპეს დიდმა ეკლესიებმა. საქართველოს ეკლესია თავის სახელმწიფოსთან ერთი ვეწო იყო იმათთან შედარებით, ხო? ამიტომ რადგან საქართველო არ იყო ბიზანტიის დამპყრობელი ბიზანტიის არეალში მოქცეული და ის ცალკე იყო, ამიტომ ჰქონდა უდიდესი შანსი საქართველოს ეკლესიას ყოფილიყო ავტოკეფალური. ეს გათვალა და განსაზღვრა ვახტანგ გორგასალმა. ამით არის ის დიდი და მოიპოვა კიდეც. ქართულ მეცნიერთა შორის ძალიან ბევრი კამათი ყოფილა სულ ზოგი ამბობდა, რომ მე-11 საუკუნეში იყო, ზოგი მე-5 ასე შემდეგ, მაგრამ ეს კამათი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. საქართველოს ეკლესია ვახტანგ გორგასალს უკავშირდება როგორც კანონიკური და როგორც ავტოკეფალური ეკლესია. ამის შემდეგ იწყება ცოტა სხვა კუთხით ბრძოლა ამ ავტოკეფალობისთვის. იმიტომ რომ მაშინ არანაირი დოკუმენტი არ შექმნილა, არც მსოფლიო საეკლესიო კრებებზე არ გატანილა ეს საკითხი, რომ ეღიარებინათ, რომ საქართველოს ეკლესია არის ავტოკეფალური, ამიტომ ბერძნები ამით სარგებლობდნენ. ისინი თავიანთი კულტურის და რელიგიის ცენტრად წმინდა ათონის მთას მოიაზრებდნენ, იქიდანაც კი დევნიდნენ ქართველებს მოგეხსენებათ იმ ხალხს, რომლებიც პირველი შევიდნენ, შეიძლება ითქვას და პირველი მონასტერი დაარსეს და იქიდან ბარტყებივით გამრავლდნენ დანარჩენები, ხო? და აი გავიხსენოთ გიორგი მთაწმინდელის დიალოგი ყველასთვის ცნობილი პასუხი, ხომ? ამით რა მოხდა, რადგან მას დოკუმენტი არ აქვს და ედავებიან ამ შემთხვევაში უკვე ბერძნები და მინდა გითხრათ, რომ სერიოზული მტრები იყვნენ ყოველთვის ბერძნები საქართველოს ეკლესიის, ყოველთვის ბიზანტია და მერეც და ამას ყველა ისტორიული საბუთი ლაპარაკობს. და იქ უკვე პასუხი გასცა ზეპირ სიტყვიერად, რა საკვირველია, გიორგი მთაწმინდელმა და აქ უკვე დაიხურა ეს საქმე და კამათიც შეწყდა. შემდეგ უკვე ძალიან დიდი დრო გავიდა ეფესოს კრებაზე, მსოფლიო კრებაზე ნახსენებია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, მაგრამ დოკუმენტი სიგელი შეიძლება ითქვას იმისა, რომ ქართული ეკლესია არის ავტოკეფალური დამოუკიდებელი არ არსებობს. თუმცა აქ ყველაფერი ხდება, მირონის ხარშვა, კურთხება, ყველა წესი რაც ეკუთვნის სწორედ ავტოკეფალურ ეკლესიას. და აი ამ ძალიან დიდი შესვენების ბრძოლებში, რო თქვა, შემდეგ მოდის მე-19 საუკუნე, როდესაც არაჩვეულებრივად ისაუბრა ამაზე მამა გიორგი, მე აღარ გავამახვილებ ამაზე ყურადღებას, იწყება ახალი ეტაპი, შეიძლება ითქვას ყველაზე მწვავე და გაშმაგებული ეტაპი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისათვის, დამოუკიდებლობისთვის. ეს მაშინ, როდესაც არანაირი დოკუმენტური საფუძველი ხელში არ უჭირავთ ქართველებს, სამაგიეროდ ისინი მუშაობენ წყაროებზე, არქივებში, კრიბავენ და აი ასე წარდგებიან 1906 წელს, როდესაც ჩატარდა სპეციალურად კრება, რუსეთის ეკლესიამ ჩაატარა უწმიდესი სინოდის კრება
სადაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი იყო განხილული და რითი დამთავრდა მოგეხსენებათ. ესეც რუსეთმა იმიტომ დაუშვა, რომ რევოლუციურ სიტუაციაში იყო და აღარ უნდა გაემწვავებინა ქართველების, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ისინი ქართველებს ბუნტავშიკებს ეძახდნენ, იმიტომ რომ დღიდან 1801 წლიდან შეიძლება ითქვას წელი არ იყო, რომ ქართველები არ ქართველებს არ გამოეხატათ პროტესტი აჯანყების სახით და აქიდგა ორად ორი საკითხი სახელმწიფოებრიობის აღდგენის და ეკლესიის ავტოკეფალიის. გურიის ამბოხების გარდა არც ერთ 40-იან წლებს გულისხმობ 19 საუკუნის არც ერთ ამბოხებაში არ ყოფილა სოციალური საკითხი. ასეთ მძიმე მდგომარეობაში საქართველოს არ დაუყენებია სოციალური საკითხი, იბრძოდნენ ეროვნული ეკლესიის და სახელმწიფოებრივი ადგენისათვის. ეს იცით როგორ იყო გადაჯაჭვური ერთმანეთს და რაღაც თანამედროვეობასთან ძალიან მიახლოვებით ხედავ ყველაფერს ამას. მოკლედ ასე იყო თუ ისე ქართველები იბრძოდნენ და ავტოკეფალისტებს არ შეუჩერებიათ ბრძოლა. მოდის მე 1917 წელი მამა გიორგი მარაჩეულიბრად ისაუბრა ამაზე და რა მოხდა? რუსები გვეუბნებიან რომ კი ბატონო მოგცემთ ავტოკეფალიას მხოლოდ ეროვნული ნიშნით. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ეროვნული ნიშნით, მხოლოდ ქართველებზე უნდა გავრცელებულიყო ეს. რაზედაც საქართველოს ეკლესია არ დაეთანხმა. ამიტომ ღიად დატოვა რუსეთმა ეს, მით უფრო სამოქალაქო ომი დაიწყო იქ და მოდის ავად სახსენებელი 20-იანი წლები. კი ბატონო, ძალიან საინტერესოდ საუბრობდა, ეტაპობრივად რაც რიყვება მივყვეთ. მე აი ვცდილობ რომ ყველა ეტაპი თავიდანვე წლები მართლაც ავად სახსენებელი. და აი მოვიდა 20-იანი წლები. 20-იან წლებში რუსეთის ეკლესიას სერიოზული პრობლემა აქვს. 1917 წლიდან ქართველ ავტოკეფალისტებს რუსეთის ეკლესია ეუბნება და რუსეთის სახელმწიფო ეუბნება, რომ ჩვენ პატრიარქობის აღდგენა გვინდა. რუსეთში პატრიარქობა არ არის, პეტრე პირველმა გააუქმა მე-17 საუკუნის მიწურულში და ნუ ეს იყო ტრაგედია მათთვის, ხო? ოღონდ მხარი დაგვიჭირეთ, რომ ჩვენ მოთხოვნაზე დროებითი მთავრობის წინაშე და შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების დროს რომ საქართველოს თქვენი ეკლესიის ავტოკეფალიასთან ერთად სრულყოფილ ავტოკეფალიაზე აქ ლაპარაკი ასევე აღიაროს ჩვენთვის პატრიარქობის ინსტიტუტის აღდგენა. და იქ საარქივო დოკუმენტებში იცით კარგად ჩანს ქართველი გულუბრყვილო შეიძლება ითქვას ავტოკეფალისტებისთვის, აი ალალად გულუბრყვილო ხალხი, რომელთაც ჯეროდათ რუსეთის აი ეს რო თუ კი მხარს დაუჭერდნენ, მათაც ეშველებოდათ, მაგრამ რასაკვირველი ეს ასე არ მოხდა. ძალიან ცნობილი ყბადაღებული პიროვნება დურნოვო, რომელსაც სამწუხაროდ ბევრი ისტორიკოსი ძალიან დადებითი კუთხით წარმოაჩენს. მართალია მას აქვს ნაშრომი ამაზე და იქ ეგზარქოსობის პერიოდს ძალიან ისე ცუდად იხსენიებს, მაგრამ ეს არის პიროვნება, როდესაც საქართველოს ეკლესიამ 17 წელს ავტოკეფალია გამოაცხადა, მან მხარი დაუჭირა ეროვნულს და არა ტერიტორიულს. აი იქ უკვე გამომჟღამდა ის პიროვნება, რაც არის და შემდგომ რამის მტრად დაუდგა საქართველოს ეკლესია. ხალხთან კეთევან, ჩვენი დრო არ არის ბევრი და არა, ისე კარგად საუბრობთ, მართლაც დიდი ხანი გვინდა გისმენთ, უბრალოდ აი უკვე ნელ-ნელა რომ მივიდეთ იმ პერიოდამდე, რაც ჩვენ საუბრობთ 90-იანი წლები როგორ მომზადდა და ამასაც წლები უძღოდა წინ, აი ყველა მითის რომ მისი უწმენესობა ჯერ კიდევ მთავრობის პერიოდიდან ზრუნავდა. აი წეგან მე ვახსენე ვახტანგ გორგასალი. ეხლა გადავიდეთ პატრიარქზე. ზუსტად ასეთი საერთაშორისო მასშტაბის მოაზროვნისთან გვაქვს საქმე. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, როგორც არა მორწმუნე, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიურად ცხოვრობ და მორწმუნე ვარ, არამედ როგორც მეცნიერი. და რატომ? როგორც კი დაიწყო ეგრეთ წოდებული პერესტროიკა და მიეცათ საბჭოთა კავშირში არსებულ უამრავ სახელმწიფოს დამოუკიდებელი ყოფილიყვნენ,
ეს გათვალა პატრიარქმა და სახელმწიფოებრიობის ცალკე გამოყოფასთან ერთად დააყენა ავტოკეფალიის საკითხი. სხვათა შორის მანამდე მის წინამორბედი პატრიარქი ხშირად როგორც პატრიარქი აღნიშნავს ესაუბრებოდა ხოლმე აი ამ ავტოკეფალიის ადგენის საკითხებზე და პატრიარქს აქვს აღნიშნული რომ აი მწყემს თავრობის დაწყებისთანავე ჩემი ოცნება და ფიქრი მიმართული იყო აკეთკენო მან იდროვა ამით და სწორედ მსოფლიო პატრიარქთან დააყენა ეს საკითხი. ამას სერიოზული წინააღმდეგობა ჰქონდა. ეს არ იყო ისე მოსული ამაზე ილაპარაკა მამა გიორგი თვით მსოფლიო საპატრიარქოდანაც და სხვა ეკლესიებიდანაც, მაგრამ ჩვენმა პატრიარქმა ისეთი დოკუმენტები წარადგინა, რომელსაც ისინი გვერდს აუვლიდნენ, ვერ აუვლიდნენ. რა დოკუმენტებზეა საუბარი, ესეც ვახსენოთ. აი რაც ვილაპარაკე, ყველა ეს დოკუმენტები, იგივე ვახტანგ გორგაცმის დროიდან, ქართლის ცხოვრებაში დაცული დოკუმენტები, იგივე მე-11 საუკუნის დოკუმენტები, საკმაოდ ბევრი, იგივე წეღან ვახსენებ მსოფლიო ეკლესიაზე, აი გაყვრით, მაგრამ მაინც ნახსენები ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი, როდესაც ყველა ეკლესიები დაეთანხმნენ ამას, მაგრამ დოკუმენტი ამისი არ შედგა. ეხლა რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას? საერთოდ საქართველოს ისტორიაში ყოველთვის ქვეყნის დაშლა დანგრევა იწყებოდა ეკლესიაში შეტანილი თუნდაც ბზარით და ამის მაგალითები ვიცით იქ ჯაყელების და ასე შემდეგ. გაერთიანება ქვეყნის ასევე იწყებოდა ეკლესიით. ეს იცოდა პატრიარქოს დიდებული მცოდნეა არა მხოლოდ ქართული ეკლესიის ისტორიის, არამედ მსოფლიო ეკლესიების და მსოფლიო სამოქალაქო ისტორიისას, ზოგადად სახელმწიფოებრიობის ისტორიის მცოდნეა. ამიტომ მან იდროვა, აი მოკლე დროში უნდა მოესწრო ეს და მოასწრო კიდეც პატრიარქმა. ამიტომ გვაქვს ჩვენ ეს და 53 წელს 1953 წელს, როდესაც სხვათა შორის ეს უნდა აღნიშნოს სტალინის ზეწოლით რუსეთის ეკლესია იძულებული იყო წარმომადგენლობა აქ გამოეგზავნა და ეღიარებინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, მხოლოდ მისი აღიარებით არ მოხდებოდა იმ დოკუმენტის შექმნა, რომელიც ეს პატრიარქმა შესძლო და მიაღწია. ჩვენ რომ არა პატრიარქის აი ეს დოკუმენტი, დღეს ჩვენ ავტოკეფალური ეკლესია არ გვექნებოდა და რითიც დამთავრდებოდა ჯერ ეკლესიის საკითხი და მერე ჩვენი დამოუკიდებლობის საკითხი. აი ახლა რომ ჩივივართ, რომ ზეწოლა გვაქვს რუსეთისგან, მაშინ დაჩივლების საშუალებაც არ გვექნებოდა. აი ეს ცნობილი კადრი, ისტორიული კადრი და აქვე აღსანიშნავია, რომ იყო საუბარი ბოლოს, რომ მოხდებოდა მინიჭება. პატრიარქის მტკიცე ხასიათი იყო, რა ვთქვი, მინიჭება, უნდა მოხდებოდა ცნობა და აღიარება უძველესი ავტოკეფალიის და აქაც იყო დიდი დაძაბულობა და პატრიარქმა არ დათმო არაფერი. აი ამ სიტყვებს ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. აი რომ დავფიქრდები ხოლმე მე, რომ სულ რომ არაფერი გაეკეთებინა ჩვენ პატრიარქს. ეს იყო და სულ რომ ყველაფერი ცუდი, რაც კი შეიძლებოდა გაკეთდა სტალინის ეპოქაში 1953 წლის 19 ოქტომბერი, როდესაც რუსეთი აქ მოავლინა, აიძულა და დაპირდა, რომ აგიდგენ და გაგიმტკიცებთ თქვენ პატრიარქობის ინსტიტუტს. თუ მიხვალთ და ემთხვევით აი ესეთ დიდ მამას, როგორც კალისტრატე ცინცაძე იყო. აი ის რომ არ ყოფილიყო, ეხლა იმის შემდეგ პატრიარქს ძალიან გაუჭირდებოდა ეს. ეს ეტაპობრივად დაკავშირებული დაგვირგვინდა და აუცილებლად თქვა 20-იან წლებში, როდესაც რუსეთის ეკლესიაში სქიზმა შევიდა, პოლიტიკური გაგები და განმაახლებლები იყვნენ, აქ ჩამოვიდნენ განმაახლებელი ეკლესიის მიმდევრები, მაშინ ქრისტეფორე ციცქიშვილი იყო პატრიარქი და მას უთხრეს, რომ აი ჩვენ მოგანიჭებთ ავტოკეფალიას, ოღონდ თქვენს განახლებული ეკლესია, მოდერნიზებული ეკლესია იქნებით. და ქართველებმა უარი უთხრეს, თავიანთი პირით უარის თქვეს ასეთი ხელიდან კურთხევაზე წყალებში რო თქვა და არ მიიღეს მათგან ავტოკეფალია. ასეთი ეკლესია და სამღვდელოება ყავდა
ჩვენს დიდებულ ქვეყანას. ყავდა და ყავს და ასე გაგრძელდება ერთგულებით ქვეყნისა და ხალხის მიმართ. დიდი მადლობა ქალბატონ კეთილევან, ისტორიკოსი კეთილევან პავლეაშვილი საუბრობდა და ჩვენ საუბრობდით უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე, რაც გულისხმობს ცნობას და აღიარებას უძველესი ავტოკეფალიისა და წინასწარ გილოცავთ. ამ დღეს გილოცავთ მართლმადიდებლობის ზემს.